სიბრტყეზე მოცემულია 4 წერტილი, რომელთაგან რაღაც დაშორებები გვაქვს ჩვენ მოცემული, რომელთა შესახებ და რომელიც შეიძლება იყოს თეორიულად მართებული, ხო? ოკეი, ავიღოთ ნებისმიერად A წერტილი და B წერტილი ასე და B-ს შორის მანძილი ყოფილა 9 სანტიმეტრი. B და C-ს შორის კი 3 სანტიმეტრი, თუმცა აქ ჩვენ უკვე უნდა განვიხილოთ ორი ვარიანტი C-ს განლაგების. ხოლო C-სა და D-ს შორის თავის მხრივ არის დაშორება 4 სანტიმეტრი. ეხლა ჩვენ გვაინტერესებს რა მანძილით შეიძლება იყოს A და D წერტილები ერთმანეთისგან დაშორებული. თუ კი მაგალითად წარმოვიდგენთ, რომ D არის 100-გან ყველაზე შორეულ წერტილში, ესენი ერთ წრფეზე ამთან მიმდევრობით არიან განლაგებული, მაშინ ხედავთ, რომ 9 + 3 + 4 გამოდის 9 + 7, 16 სანტიმეტრი და ეს სცენარი დასაშვები. თუ კი ამ 7 სანტიმეტრს პირიქით 100-კენ გადმოვიტანთ, ნახე, ამ შემთხვევაში, ანუ C-ს თუ აქეთ წამოვიღებთ და D-საც აქეთ წამოვიღებთ, ამ შემთხვევაში ეს 3 და 4 9-ში ჩაითვლება და ადე მანძილი 2 ტოლი გამოვა, ანუ 2-იც დასაშვები. ხოლო 17-ის მიღება შეუძლებელი გამოდის, რადგან არ გვაქვს ჩვენ ისეთი დაშორებები, რომ ჯამში 17 მივიღოთ, ხო? სულ რომ ერთ წრფეზე წარმოვიდგინოთ, რაც ჩვენ განვიხილეთ კიდეც, ეს არის მაქსიმალური დაშორება A და D წერტილების. ამიტომ 17-ის მიღება ფიზიკურად შეუძლებელია. გამოდის, რომ პირველი და მეორე ყოფილა მართებული.